სტუდია GNS-დან ნანა ლეჟავა, წარმოგიდგენთ გადაცემა კვირის რეპორტაჟს საღამო მშვიდობისა. ხელისუფლების აფიორამ კომერციული ბანკი 112 მილიონი ლარით აზარალა. ქართულ ბანკის კრედიტორებს მთავრობა ქონებას უყადაღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოფიციალურად ეს ქონება სახელმწიფოს ხელში გადადის, თუმცა რეალობა სხვა, ქონება ძველი მფლობელების ხელში რჩება. ამ უპრეცედენტო გარიგებით მოგებული ხელისუფლებასთან დაახლოებული კრედიტორები რჩებიან. ამ ადამიანებიდან მხოლოდ რამდენიმეს ჩამოგითვლით. პრეზიდენტის საყვარელი პოეტი კაკალაშვილი, პრეზიდენტის რწმუნებული მცხეთა-მთიანი ჩიჩოჩელი და კრიმინალური პოლიციის უფროსის დედა ლაურა გაჭავა. როგორ აკოტრებენ კომერციულ ბანკს, რომელიც პოლიტიკური კონკურენტის სახელს უკავშირდება. ნახეთ ნათია თოიძის ჟურნალისტური გამოძიება. ახალი ლექსებიდან რამე წაიგინოს. არავისაგან არ მოველი, არც თვით სიყვარულს, არცა გაგებას, არცა პატივს. გიორგი ერისთავის მიერ 160 წლის წინ დაარსებული ჟურნალ ცისკარის რედაქციაში დღეს პრეზიდენტ სააკაშვილის საყვარელი პოეტის ლექსებს კითხულობენ. სერგი კაკალაშვილის ლექსებს ჟურნალის თანამშრომლები ხმამაღლა და გამოთქმით სავარაუდოდ მას შემდეგ ამბობენ, რაც კაკალაშვილი ცისკრის მეპატრონე გახდა. პოეტ ბიზნესმენის თავბრუდამხვევი კარიერა 6 წლის წინ დაიწყო, როცა პარლამენტის სხდომაზე კაკალაშვილის ლექსი მიხეილ სააკაშვილმა წაიკითხა. და ბოლო ლექსი, როცა ჩამოვიდა საქართველოში და ჩამოიტანა თავის კაპიტალი უკან. მე გიბრუნდებით ნაბიჯით ნელით, ხნელი მთესველი, წმინდა მდელოსი. მე ვარ სტუმარი ამოუცნობი მოულოდნელი საქართველოს. ცისკარი კაკალაშვილმა წელიწად ნახევრის წინ იყიდა და სხვა ბიზნესების პარალელურად საგამომცემლო საქმიანობაც დაიწყო. თუმცა ჟურნალის რედაქცია ჯერჯერობით იმ ქონებათა ნუსხაში არ მოხვედრილა, რომლებიც ოფიციალური ინფორმაციით საბიუჯეტო დავალიანების გამო სახელმწიფომ კაკალაშვილს აუქციონზე გაუყიდა და დაისაკუთრა კიდეც. ჩემი ქონება აუქციონზე? ეს იმ ქონების ჩამონათვალია, რომელიც პრეზიდენტის მეგობარ ბიზნესმენს კრედიტის სანაცვლოდ ქართულ ბანკში რამდენიმე მილიონად ჰქონდა ჩადებული. ობიექტების რეალური ფასი 26 მილიონ 159.000 ლარია. გასული წლის 28 ოქტომბერს საახსრულებო წარმოების შესახებ კანონსა და საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად კომერციულმა ბანკმა პირველადი იპოთეკარის უფლება დაკარგა. იმ შემთხვევაში, თუ კი კომერციული ბანკის მიერ რეგისტრირებულ იპოთეკას წინ საგადასახადო ორგანოს მხრიდან ყადაღის მოთხოვნის წარმოშობის საფუძვლები უსწრებს. ცვლილებების მიღებიდან რამდენიმე დღეში აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს, ვისაც კრედიტი ქართულ ბანკიდან ჰქონდათ აღებული, სესხის მიღებამდე საკმაოდ დიდი საბიუჯეტო დავალიანება დაუკროვებიათ. ეს კი ქართულში გირაოდ ჩადებული ქონების დაყადაღების და სასწრაფო წესით აუქციონზე გატანის საფუძველი გახდა. აუქციონზე ქონებას მყიდველი არ გამოუჩნდა და შესაბამისად ყველა ობიექტი სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. ყველა ბიუჯეტის ქურდი და ბაცაცა ქართულ ბანკში როგორ მოხდა და არც ერთი არცაც სხვაგან. ხო? ეს უნიკალური შემთხვევაა. მიყო ესეთი ინფორმაციები მოდიოდა ჩვენი კლიენტებიდან, რომ გვეუბნებიან, რომ პასიური ანგარიშები, ანუ სადაც შემოსავლები შემოწეს, ეს ანგარიშები გადაიტანეთ ბანკიდან, მაგრამ სესხები დატოვეთ და ამ სესხებს ჩვენ ჩამოგაწერთ. თუ გადახედავთ ვინდგანან რა ადამიანები დგას, ძირითადად ყველა შემთხვევაში არა, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ამ კრედიტების და ქონებების უკან მიხვდებით, რომ იქ ისინი სერიოზულ მოგებასაც ელიან აქედან. სერგი კაკალაშვილის ქონება აუქციონზე 9 დეკემბერს, 13 დეკემბერს და 4 იანვარს გაიტანეს. 26 მილიონი ლარის ღირებულების ქონება მყიდველის არარსებობის გამო სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. გაზეთ ბათუმელებისთვის მიცემულ ინტერვიუში კაკალაშვილი ამბობს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მას შემდეგ, რაც დაყადაღდა ქონება, ხელი არ მიმიწოდება მასზე და ვერც ვალს ვიხდი. მე თუ ბიუჯეტის ვალიც მაქვს და ბანკისაც, ჯერ ბიუჯეტის ვალი უნდა გადავიხადო. ამას ვერც სერგი კაკალაშვილი შეცვლის და ვერც ვერავინ. მაშინ კი, როდესაც ჰგონია, რომ ვიდეო კამერა გამორთულია, კაკალაშვილი ამბობს, რომ ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ადრე იყო და მას ქონება არ დაუკარგავს. ძალიან რომ მოეწყინა თავის თავზე ჭორების მოსმენა მარკ ტვენს. ადგადა თავის გაზეთში, რაღაც გაზეთს გამოსცემდა, აღარ მახსოვს, გამოაქვეყნა ესეთი განცხადება. ჭორები ჩემი გარდაცვალების შესახებ ძალიან გადაჭარბებულიაო. აი იგივეს გეტყოდით მე, ჭორები ჩემი გარდაცვალების შესახებ ძალიან გადაჭარბებულია. ანუ ყველაფერი ისეა, როგორც იყო.
სახელმწიფოსა და ქართულ ბანკის მსხვილ კრედიტორებს შორის თვალთმაქცური გარიგება დროში ზუსტად ემთხვევა ქართულ ბანკის მეპატრონის გადაწყვეტილებას პოლიტიკაში ჩართვის შესახებ. აქამდე სუფთა საბანკო ისტორიის მქონე ქართულ კლიენტებს, რომელთა უმეტესობა ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაახლოებული პირია, მოულოდნელად ძველი საგადასახადო დავალიანებები აღმოაჩნდათ. წინასწარ მომზადებული კორუფციული სქემის მიხედვით, მათ ბანკ ქართულში რამდენიმე მილიონიანი სესხის სანაცვლოდ დაგირავებული უძრავი ქონება დაყადაღებამდე ერთი კვირით ადრე განვადებით დავალიანების მქონე შეპესეებს მიჰყიდეს. არა ვაგრძელებ ბიზნესებს, იმიტომ რომ თუ ბიზნესებს არ გავაგრძელებ, მეც მშიერი დავრჩები და პოეტმა სერგი კაკალაშვილმა 7 ობიექტი საგადასახადო ვალდებულების მქონე კომპანიებს მიჰყიდა. მათ შორის ბათუმის ზეთის ქარხანა და სოფელ გონიოში არსებული მიწა შენობა ნაგებობებით, რომელიც შეპესე ახალ სოფლის მეცხოველეობის კომპლექსს ეკუთვნოდა. ახალციხეში მდებარე შენობა, რომელიც შეპესე VAS ტვიტას საკუთრებაში იყო. შეპესე ხოხობის კუთვნილებაში მყოფი მუხიანში მდებარე მიწის ნაკვეთი. ახალციხეში სოფელ სხვედისში მდებარე საკონსერვო ქარხანა, მიწის ნაკვეთი, თბილისში დიღმის სასწავლო ცენტრი, ერისთავის ქუჩა ნომერ 2-ში მდებარე მშენებარე სავაჭრო ცენტრი. ეს სამი ობიექტი შეპესე კავკასუს სერიალ კომპანიის საკუთრებაში იყო. დაყადაღებამდე ერთი კვირით ადრე ობიექტები სასწრაფო წესით იმ კომპანიებზე გადაიყიდა, რომელთაც აღიარებული საგადასახადო ვალდებულებები გააჩნდათ. მაგალითად, ბათუმის ზეთის ქარხანა საგადასახადო ვალდებულებების მქონე შეპესე ბათოილზე გაიყიდა. ახალციხეში მდებარე საკონსერვო ქარხანა შეპესე მესხეთი ტრეიდინგზე. ამ კომპანიებში წილები ასევე კაკალაშვილის საკუთრებაა. და არ უთქვიათ, რომ სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. თორე იყო, მაშინ რაღაცა აკეთებს. კეთდება რაღაც. ანზორ უგულავა სააქციო საზოგადოება პირიმზის სამუშაოთა ზედამხედველია. ის ამბობს, რომ მისთვის და სხვა თანამშრომლებისთვის პირიმზეს სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. პირიმზეში სარემონტო სამუშაოები ისევ გრძელდება. აუქციონის ჩატარების შემდეგ მრავალმილიონიანი ქონების დაკარგვის მიუხედავად არაფერი შეცვლილა კრიმინალური პოლიციის შეფის დედის, ქართულ ბანკის კიდევ ერთი მსხვილი კრედიტორის ლაურა ღაჭავას ბიზნესში. ჭირნახულის ქუჩაზე მდებარე სამკერვალო სახლი ისევ მუშაობს და სხვა დაწყებული პროექტებიც დასასრულს უახლოვდება. ლაურა ღაჭავას ლილოში, სამკერვალო ფაბრიკაში მივაკითხეთ. 2 საათზე ვარ ბანკში და დავაგვიანე კომიტეტზე გადის ჩემი საკითხით 215 აკლია და ყოფილი ოპიზა იყო და ვალი ქონდა ოპიზას. ეს იყო ადრე ცნობილი, რომელიც მე შევიძინეს ვალიანი იყო და იქიდან წამოიჭრა ეს ვალი, ესე რომ ეს არ არის ახალი, რომ ვთქვათ ეხლანდელი, იმიტომ რომ მე 1 წლის შეძენილი მაქვს და წინანდელია, წინა იმიდან შეპესედან. ხო, ქავთარაძეზე საშინელი ვალები დაგვდა, ის იყო აღიარებული ვალები. ქონდა 700.000 საშემოსავლოს ვალი, რო ჩვენ რო ჩავებართ, იყო 1,200,000 ვალი, იყო 300,000 წყლის, იყო დენის. ასე რომ ეს ვალები ყველაფერი ნელ-ნელა ვიხდიდით ჩვენ. ანუ აღიარებული ქონდა საგადასახადო. თერთმეტი მსხვილი ობიექტი, მათ შორის პირიმზე და ქავთარაძეზე მდებარე ეგრეთ წოდებული ლეჭკომბინატი, ერთ დღეს 19 დეკემბერს აუქციონზე სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა. ლაურა ღაჭავა გვეუბნება, რომ მის ქონებას ძველი ვალები აღმოაჩნდა და ამის გამო საგადასახადო მქონების დაყადაღება მოითხოვა. პირიმზესაც აღმოაჩნდა აქ თვითონ სააქციო საზოგადოება იყო პირიმზე და იმის ვალი, წინანდელი ვალი, რომელიც ფაქტით წინაშე დაგვაყენა საგადასახადო. მანამდე თქვენს არ იყო ეს ვალები? ეს არ იყო ცნობილი ვინაიდან მე რო შევიძინე ეს აქცია, მე ვიყავი ერთ-ერთი რიგითი აქციონერი, მე საკონტროლო პაკეტი არ მქონდა და ამიტომ რიგითი რო ვიყავი აქციონერი და თვითონ პაკეტი რო შევიძინე, ჩემთვის არ იყო ცნობილი და მერე ეხლა რახან ეს საკითხი წამოიჭრა, საგადასახადოში დაგვიძახეს და უკვე ფაქტის წინაშე აღმოჩნდი. კოდუების მრავალმილიონიანი ქონების ნაწილი იგივე კორუფციული სქემით დაყადაღებამდე ერთი კვირით ადრე საგადასახადო დავალიანების მქონე კომპანიებზე გაიყიდა. ლაურა ღაჭავას კომპანიები შეპესე 1+1 და კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფს მიეყიდა,
რომლებიც რეესტრის მონაცემების მიხედვით ასევე კოდუების ოჯახის საკუთრებაა. იმას, რომ თავის დროზე საგადასახადო დავალიანების მქონე კომპანია ბანკიდან კრედიტს ვერ მიიღებდა, ქართულ ბანკის პრეზიდენტიც ადასტურებს. კრედიტის გაცემის წინ ნებისმიერი ბანკი მსხეცხებელს საგადასახადოდან ცნობას თხოვს. ასეთი ცნობები დავალიანების არ ქონის შესახებ სესხის აღებამდე ქართოს ყველა კრედიტორმა წარუდგინა. გავიმეორებ ორ აუცილებელ მოთხოვნას, რომელიც სესხის გაცემის წინ აუცილებლად დგება. ერთი უნდა მოიტანოს საგადასახადოდან ცნობა, რომ მას დავალიანება არ აქვს საგადასახადო სამსახურებთან. მეორე აუცილებლად რომ გირაო, რომელიც ჩვენთან იდება თავისუფალია ყოველგვარი ვალდებულებისგან. ანუ სახელმწიფოდან მიღებული გვაქვს ჩვენ ყველა შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად იმის დადასტურება, რომ ჩვენ სუბთა კლიენტთან გვაქვს, ანუ კლიენტთან გვაქვს ურთიერთობა, რომელსაც არ აქვს არც სახელმწიფოს დავალიანება ერთი მხრივ და არც ქონება არ აქვს რაიმეთი დატვირთული. ორშაბათს 2 საათზე კი აუქციონზე კიდევ ერთი კომპანია, ინტერპლასტი გადის. 6,39,000 ლარის ღირებულების ინტერპლასტის პარტნიორი და წილის 13%-ის მფლობელი მცხეთა თიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელია. ქართოს გარდა კომპანია ინტერპლასტს მეორე იპოთეკარიც ჰყავს, TBC ბანკი. თუმცა როგორც ჩანს, კრედიტი უზრუნველყოფის გარეშე მხოლოდ ქართულ ბანკში დარჩება. ცეზარ ჩოჩელმა მას შემდეგ რაც შეიტყო რა კითხვები გქონდა, ინტერვიუზე უარი გითხრა და განაცხადა, რომ ინფორმაცია მის შესახებ სამეწარმეო რეესტრში შეცდომით დევს. მე ფაქტურად გამოსული ვარ მაგ კომპანიიდან უკვე ერთი წელიწად ნახევარი იქნება. არა, რეესტრში არის რა ისაკენ გამთიშე. არა, მაგ თემაზე მე ინტერვიუს ვერ მოგცემ, იმიტომ რომ ფაქტურად მე მაგ კომპანიაში არ ვმონაწილეობ. რეესტრში არის დარჩენილი ეგ. ანუ შეცდომა არის? არა, შეცდომა არ არის, უბრალოდ ოფიციალურად არ არის გადაფორმებული. მან უნდა იყოს ჩემზე დარჩენილი, მეგონა 10-15% რა. საწარმოს განვითარებისთვის აიღეთ? მაშინ სხვანაირად იყო საქმე რა. ჩვენი წილი რაც დასდები იყო, როცა მონაწილეობდით არა, მაშინ ნაწილი ჩვენი თანხებით შევიტანეთ და ნაწილი TBC-დან ავიღეთ. ქართულ ბანკში მრავალმილიონიანი სესხების უგირავნოდ დატოვების უპრეცედენტო პროცესი საბანკო სექტორის სრული იგნორირების ფონზე მიმდინარეობს. კახაკალაძის პროგრეს ბანკის გარდა ქართულ ბანკისთვის სოლიდარობა არც ერთ მოქმედ ბანკს არ გამოუცხადებია. TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ეს მხოლოდ ქართოს პრობლემაა და TBC-სა და სხვა ბანკებს ასეთი პრობლემა არ აქვთ. ვთვლი რომ კანონიც ძალიან სწრაფად იცვლება ჩვენ ქვეყანაში ეხლაც და ძველადაც. ერთი მხრივ შეიძლება კარგია, მეორე მხრივ რაღაც კანონებს ჭირდება სერიოზული გაანალიზება. რო გითხრათ პრაქტიკულად ჩვენთვის რაღაცა შეიცვალა, ანუ ჩვენ ეს ვიგრძენით, ჯერ არა, შეიძლება ხვალ ვიგრძნოთ. უბრალოდ ჩვენი სურვილია რომ ნებისმიერი კანონი რომელიც იცვლება მას წინ სდევდეს სერიოზული კონსულტაცია. არა, ჩვენთან მსგავსი და როგორც ვიცი სხვაგანაც ჯერჯერობით მსგავსი პრობლემები არ აქვს. ქართულში შეიძლება იყოს ხო? არ ვიცი. საგადასახადო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში ქონების დაყადაღებისა და აუქციონზე გაყიდვის შესახებ განმარტება იურისტებს ვთხოვეთ. კომპანია ARG ჯგუფის იურისტი გიორგი ჟამუტაშვილი ამბობს, რომ კომპანიის ქონებაზე ყადაღის დადება და შემდეგ აუქციონზე გატანა ხანგრძლივი პროცედურაა და ის ერთ ან ორ კვირაში ვერ აღსრულდება. იურისტი ასევე განმარტავს, რომ თუ კერძო კომპანია სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა და ობიექტზე ძველი მეპატრონე საქმიანობას ისევ განაგრძობს, მაშინ სახელმწიფოსა და ყოფილ მფლობელს შორის იჯარის ან რაიმე სხვა სახის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს და ეს შეთანხმება მაქსიმუმ 4 სამუშაო დღეში სამეწარმეო რეესტრში აისახოს. იმ შეპესეს, ასე ვთქვათ, რომელსაც ეს ქონება გარჩა ან სააქციო საზოგადოებას ან სამეწარმეო სამართლის სუბიექტს, უკვე არანაირი უფლებები არ აქვს და იმის დირექტორსაც ვთქვათ, ის არის იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელსაც არანაირი ქონება არ გააჩნია. შესაბამისად, თუ მიაქირავებს სახელმწიფო, მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თორე ისე რომ ის კონკრეტულად კერძო დირექტორს მართვაში ჩააბაროს, ესეთი რამე. სახელმწიფო თუ მიაქირავებს სხვა სამეწარმეო სამართლის სუბიექტს, სავალდებულოა ეს ხელშეკრულება დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, რა თქმა უნდა. სახელმწიფო საკუთრებაში გადასული მრავალმილიონიანი ქონება დღემდე სამეწარმეო რეესტრის მიხედვით ისევ ძველი მფლობელების საკუთრებაშია. კრიმინალური პოლიციის უფროსის ოჯახის საკუთარ ბიზნესს ისევ აგრძელებს. მრავალმილიონიანი ქონების დაკარგვა, როგორც ჩანს, არც პოეტ სერგი კაკალაშვილს და სახელმწიფო საკუთრებაში გადასული კიდევ 22 ობიექტის მფლობელს აწუხებს. მმართველი კლანის მიერ განხორციელებული ამ უპრეცედენტო აფიორის პირველი ეტაპი შესრულებულია. ერთმა კომერციულმა ბანკმა უკვე 118 მილიონი ლარით იზარალა.
ამ აფიორის ავტორები ახლა სავარაუდოდ იმ სქემაზე ფიქრობენ, ვითომ სახელმწიფო საკუთრებაში გადასული ქონება როგორ დაუბრუნონ უკან ამ ქონების რეალურ მფლობელებს. ასორი გარდაცვლილი საქართველოს ციხეებში ასეთია 2011 წლის მხოლოდ 9 თვის შემზარავი სტატისტიკა. 22 იანვარს ქსნის დაწესებულებაში ციხის ადმინისტრაციის უყურადღებობისა და გულგრილობის გამო ვასილ ყურაული გარდაიცვალა, რომელსაც გათავისუფლებამდე 2 თვე რჩებოდა. ძიმი ავადმყოფს ფიზიკური ძალადობის კვალიც აღინიშნებოდა. ქართულ საპატიმროებში შექმნილი საგანგებო მდგომარეობა Human Rights Watch-ისა და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშებშიც მოხვდა. თუმცა ეს არის თემა, რომელსაც ნაციონალური მაუწყებლები არ აშუქებენ. 44 წლის ვასილ ყურაული ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე გარდაიცვალა. ექსპერტიზას უნდა დაედგინა საჭიროებდა თუ არა ციხის საავადმყოფოს რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ტუბერკულოზური მენენგოენცეფალიტის დიაგნოზით მოთავსებული ავადმყოფი სასჯელის გადავადებას ან საპატიმროდან გათავისუფლებას. როცა რომ მომიკლეს იქა და ყავდათ ერთი კვირა და ორი კვირა შიგნით მკვდარი და გამოასვენეს და სამგორის იმაში, რა ქვია, არმიანის ავადმყოფოში რომ წაიყვანეს, მაშინ ამნახე როცა რომ წამოიღე მე. იმის იქით რა მოხდა, აი არავინ არ იცის, გარდა იმ ცხონებულისამ. იქ რა მოხდა. ის თავისით რო არ მოკვდა, იქ ყველამ ვიცით. ესე უცებ, ესე სასწაულები არ ხდება. ეს ხდება ძალადობითა. ვასილ ყურაული ქსნის ნომერ 15 დაწესებულებიდან, ეგრეთ წოდებული ტუბზონიდან, ციხის საავადმყოფოში სამკვირიანი ჩივილების შემდეგ 5 იანვარს გადაიყვანეს. ის თავის ტკივილს, თავბრუსხვევას და მოძრაობის დარღვევას უჩიოდა, რის გამოც ხშირად იქცეოდა კიდეც. 17 იანვარს მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ავადმყოფობის ისტორიის და დიაგნოზის მიუხედავად, განყოფილების უფროსმა ავადმყოფის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა საჭიროდ არ ჩათვალა, რაც პატიმრის სამედიცინო ბარათში აღრიშნა კიდეც. ამას ნამდვილად ვერ დავეთანხმები და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დროული, ასე ვთქვათ, რეაგირების პირობებში, აი ამ პრობლემატიკა იმ ჩივილებთან დაკავშირებით, რაც მას ჰქონდა სანამ ნომერ 18 დაწესებულებაში იქნებოდა გადაყვანილი, შანსი გარკვეულწილად აი ამ სავალალო შედეგის თავიდან აცილებისა გაზრდილი უნდა ყოფილიყო. როცა რომ დაიჭირეს, არაფერი მაგას არ აწუხებდა. არც არაფერს არ ვძვდი, ექიმთან არ იყო. ექიმთან არ იყო, საერთოდ არ იყო. წამალი საერთოდ არ უნახია, ჩემი შვილი იყო, მე გავზადე ეგ შვილი. არ უნახია საერთოდ. გარდაცვლის ძალადობის კვალიც ეტყობა. დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტის აზრით, მარჯვენა თვალზე მექანიკური ზემოქმედება ბლაგვის საყოფაცხოვრებო საგნის დარტყმის შედეგია. თუ დაეცემოდა დაუშვათ სახის მიდამოთი, როგორც ვიმეორებ, გარკვეულწილად დაზიანება უნდა ქონებოდა მაღალი ალბათობით ან შუბზე, ან ცხვირის ზურგის ზედაპირზე, ანუ იმ ნაწილებზე, რომელიც დაცემის შემთხვევაში უფრო წარზიდულია და პირველი მოდის კონტაქტთან იმ ზედაპირთან, რაზედაც პიროვნება ვარდება. 68 წლის ნათელა ხუციშვილი 13 წლის წინ დაბრმავდა. 2011 წლის გაზაფხულზე მეზობლის სარდაფიდან არყის სახთელი ქვაბის ქურდობის ბრალდებით დაპატიმრებამდე ვასილ ყურაული მოხუც მშობლებს 10 წელიწადი მარტო უვლიდა. დაღუპულ პატიმარს გათავისუფლებამდე 2 თვე ღარჩებოდა და მოხუცი მშობლებიც შვილის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდნენ. ნახეთ ჩემი მეუღლეა ის, ჩემი მეუღლე. ეგ ბრმა არის ეგ და ოდნავ ეხლა ხედავს, ოდნავ ხედავს. მე ცავათა ვარ. და ეგ ცავათ არის. მაგის იმედზე ვიყავით. ეგ პატრონდობნა ჩვენ. ვასილ ყურაულის გარდაცვალების ფაქტი ნაციონალური მაუწყებლების ყურადღების მიღმა დარჩა, ისევე როგორც ის სტატისტიკა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის და პატიმრების რაოდენობის შეფარდებას ასახავს. ციხეების შესწავლის საერთაშორისო ცენტრის მონაცემებით 2003 წელს 100,000 მოსახლეზე 158 პატიმრის მაჩვენებლით 155 სახელმწიფოს შორის საქართველო 59 ადგილს იკავებდა. დღეისთვის კი საქართველომ ყოველ 100,000 მოსახლეზე 539 პატიმრით მსოფლიოში მეოთხე, ევროპაში კი პირველ ადგილზე გადაინაცვლა. საგანგაშოა საქართველოს ციხეებში პატიმრების გარდაცვალების სტატისტიკაც. 2006 წელს საქართველოს ციხეებში 89 პატიმარი გარდაიცვალა. 2007 წელს 101 პატიმარი, 2008 წელს 90, 2009 წელს კი 91 პატიმარი. ყველაზე შემზარავი იყო 2010 წელი, როცა მინისტრ ხათუნა კალმახელიძის უწყებამ ახალი რეკორდი დაამყარა 152 გარდაცვლილი პატიმარი.
2011 წლის 9 თვის მონაცემებით კი ციხეებში 102 პატიმარია გარდაცვლილი. საქმეების უმრავლესობა გამოძიებული არ არის. ზუსტ მონაცემებს სახალხო დამცველი მხოლოდ მარტში გამოაქვეყნებს. სიკვდილობის მაჩვენებელი ფაქტიურად პირველი 6 თვის მანძილზე იგივე იყო, რაც 2010 წელს მეტი გარდაცვლილიც კი დაფიქსირდა იმასთან შედარებით, რაც იყო 2010 წლის პირველ ნახევარში. ციხეების გადატვირთულობა საქართველოში კვლავ პრობლემაა. წერია Human Rights Watch-ის ანგარიში. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა დადებითად შეაფასა სასჯელ აღსრულების სისტემის რეფორმა, თუმცა ხელისუფლებას უფრო მეტად ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სასჯელ აღსრულების პოლიტიკის შემუშავებისკენ მოუწოდა. ანგარიშის თანახმად სახალხო დამცველმა პატიმრების წამების რამდენიმე ფაქტი გამოავლინა და პროკურატურას მათი გამოძიებისკენ მოუწოდა. აღსანიშნავია, რომ ნაციონალურმა მაუწყებლებმა Human Rights Watch-ის ანგარიშის საქართველოს ნაწილი საერთოდ არ გააშუქეს. სამაგიეროდ ეთერში ასეთი სიუჟეტები გავიდა. რუსეთში მსუბუქი ავტორიტარიზმი დასკვნა Human Rights Watch-მა გამოაქვეყნა და ვრცელი მოხსენებაც მიუძღვა. Human Rights Watch-ი რუსეთში ჩატარებულ დუმის არჩევნებს აკრიტიკებს. ამ პრობლემას ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც. ანგარიში წერია, რომ საქართველოში გამამტყუნებელი განაჩენების რაოდენობა ისედაც არაბუნებრივად მაღალი მაჩვენებლიდან 99.8%-დან 99.9%-მდე გაიზარდა. პრაქტიკულად ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურა საქმეს აღძრავს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ დამნაშავედ ცნობენ. პრობლემა არის ის, რომ გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი რაოდენობის გამო დაცვის მხარემ შესაძლოა მოინდომოს საპროცესო გარიგება, რაც ძირს უთხრის სასამართლოს ნდობას. ნაციონალურ მაუწყებლებმა, მათ შორის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, არც ის ანგარიში გააშუქეს. ის პოლიტიკა, რომელიც დღესდღეობით არსებობს, ვთქვათ, იგივე მართლმსაჯულების სისტემაში, რომელიც გულისხმობს ნულოვან ტოლერანტობას, ვთქვათ, ხშირია შემთხვევები, როდესაც არაერთი პირი იხდის სასჯელს რეალურად დაწესებულებაში, როდესაც ჩემი აზრით, როგორც ახალხო დამცველის აზრით, შესაძლებელია სხვა ალტერნატიული ზომების გამოყენება. ვასილ ყურაული, საქართველოს ციხეებში გარდაცვლილი უკანასკნელი პატიმარი არ იქნება. თუ პატიმრების რაოდენობის ზრდის და პატიმრების დაღუპვის გარემოებების გამოუძიებლობის ტენდენციას გავიხსენებთ, თითქმის დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ციხეებში პატიმრების რაოდენობის და მათი სიკვდილიანობის ამსახველ სხვადასხვა სტატისტიკაში კიდევ დაწინაურდება. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის გიორგი დემეტრაძის სარჩელი შევიდა. ეგრეთ წოდებული მაზავშიკების საქმისთვის დაკავებული დემეტრაძე უკვე მეორე წელია სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობისთვის იხდის. ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების ყოფილ ფორვარდს დახასიათების მიცემაზეც უარი უთხრა. პარალელურად კი თითქმის ანალოგიურ დანაშაულში მონაწილე 5 ფეხბურთელს უპრეცედენტო ამნისტია გამოუცხადა. თამარ კენკიშვილის რეპორტაჟში ნახეთ შერჩევითი სამართალი დემეტრაძის საქმე და წერილი ციხიდან. ბრალდების მხარეს ჩემს წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. ვარ სრულიად უდანაშაულო. არ ვაპირებ უსაფუძვლოდ დავდო ვინმეს ბრალი. ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა გიორგი დემეტრაძემ კვირის რეპორტაჟ ციხიდან გამოუგზავნა. ცნობილი ფეხბურთელი ქურდული სამყაროს წევრობისთვის უკვე მეორე წელია სასჯელს რუსთავის ნომერ 6 დაწესებულებაში იხდის. საქალაქო სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლება აღუკვეთა. დემეტრაძის ბრალი არ უღიარებია და განაჩენს უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებს. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს მიმართეთ დემეტრაძის მიმართ კონვენციის 3 მუხლის დარღვევაში, ეს არის კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა, რომელიც მოიცავს ადამიანის მიმართ არაადამიანურ და სასტიკ მოპყრობას. მეექვსე მუხლს რაც შეეხება, ეს არის არასამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილება, ანუ მიგვაჩნია, რომ სასამართლომ არასამართლიანი არაკანონიერი გადაწყვეტილება გამოიტანა. გიორგი, თქვენ დაკავებული ხართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის. გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და კახა მისირელი 2010 წლის 7 ივლისს ჭავჭავაძის გამზირზე ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს. ეგრეთ წოდებული მაზავშიკების საქმეში კიდევ 2 პირი ფიგურირებს. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და დავით ფეიქრიშვილი. მაზავშიკების საქმე 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს ფეიქრიშვილის მიერ ტოტალიზატორში მოგებულ $140,000 უკავშირდება.
აღნიშნული თანხის ამოსაღებად უკრაინიდან სატელეფონო საუბრებით ჩაერთო წარსულში ნასამართლები ვატო ყიფიანი, რომელიც დაუკავშირდა თბილისში მყოფ დავით გაგნიძეს, გიორგი დემეტრაძეს და კახა მისირელს და მათი საშუალებით ქურდული გარჩევებით ცდილობდა აღნიშნული თანხის ამოღებას. გიორგი დემეტრაძესთან ერთად შემთხვევის ადგილზე დააკავეს კახა მისირელი, იგივე შრეკი, ღირსების ორდენის კავალერი, პოლიციის პოლკოვნიკი, ერთდროს ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის ერეკლე კოდუას ყოფილი მოადგილე. Როგორ აღმოჩნდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და ცნობილი ფეხბურთელი ეგრეთ წოდებული მაზავშიკების საქმეში კახა მისირელმა კვირის რეპორტაჟისთვის მიცემულ ერთადერთ სატელეფონო კომენტარში განმარტა. აღსანიშნავია, რომ ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკი დღეს თავისუფალია. კახა მისირელი ციხიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაანთავისუფლეს. ვიღაცამ დაურეკა გიორგის და გავიდა შესახვედრა და მთხოვა უბრალოდ გამომყევიო რა. და გიორგი მიცოდა რისთვის მიდიოდა? არა მგონი, არა, მე ვერ მოგცემთ კომენტარს, კარგით, გაგაბრძანდებოდეთ. ეს კი ის ერთადერთი სატელეფონო საუბარია, რომელიც გიორგი დემეტრაძის საქმეში მტკიცებულების სახით ჩაიდო. შევდი? არა, ჯერ არა, ეხა მივდივარ და ხო ხდები რა თემაცა? ხო. საქმეში არსებული სატელეფონო საუბრები, რაც არის განხორციელებული, არის მოსამართლის ბრძანების გარეშე. ანუ გამოძიებას ჰქონდა მოსამართლის ბრძანება მხოლოდ და მხოლოდ ფეიქრიშვილის სატელეფონო ნომრის მოსმენაზე. არანაირი კრიმინალური ქმედება დემეტრაძეს არ განუხორციელებდა და ამის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ არის. და ფაქტიურად დემეტრაძე სასჯელს იხდის იმიტომ, რომ ის ვახტანგ ყიფიანის მეგობარია. დემეტრაძის ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ფეხბურთელის დაკავების ერთადერთი რეალური მიზეზი ვატო ყიფიანთან მეგობრობა გახდა. ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი იმ პერიოდში უკრაინაში გიორგი დემეტრაძის სახლში ცხოვრობდა. 33 წლის ვატო ყიფიანი უკრაინაში წასვლამდე საქართველოში სასჯელს იარაღის უკანონო ტარებისთვის იხდიდა. ეს კი საქალაქო სასამართლოს 2009 წლის სკანდალური დადგენილებაა. მოსამართლე მაკა გველესიანმა კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი უდოს კომისიის მოთხოვნით ვადაზე ადრე კარგი ყოფაქცევისთვის დარბაზიდან გაათავისუფლა. ეგრეთ წოდებული უდოს კომისია მაშინ ჯერ კიდევ სასჯელ-აღსრულების შიდაუწყებრივი სტრუქტურა იყო. დეპარტამენტს კი ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა. ვადაზე ადრე გათავისუფლებულ კრიმინალთან ნაცნობობა ცნობილ ფეხბურთელს თავისუფლების ფასად დაუჯდა, მაშინ როდესაც კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებას ხელისუფლების მაღალჩინოსნები თავად ცდილობდნენ. მაგალითად 2010 წელს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ერთ-ერთმა უკრაინულმა საიტმა გივი თარგამაძის და ვინმე კონსტანტინეს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. ეხა თუ ეგრე იმინო გვემტერებიან, მაშინ მეც ვემტერები. და ბუზიშვილი ვიყო, ჩავალ და მაქალაქს დავახურავ თავზე, თან ატვიჩაი ვარ ჩემს სიტყვებზე ლუბოი ადგილას რა. იმინა დედას მოუთხნა, ოღონ ჩავალ ძალიან ავად მაშინ რა. ეგრე თუნდაც ბაზარი არ არის. არა, მართლა ეგრე უნდა შეუთვალოთ, რომ იქნება პადობრამო შევთანხმდეთ რა, მაგით ვეუბნები რა. მაშინ გაირკვა, რომ კონსტანტინე ცნობილი კრიმინალის ვატო ყიფიანის ძმა, ბიზნესმენი კოტე ყიფიანი იყო. გივი თარგამაძემ, რომელიც თავიდან ვერ იხსენებდა მისი თანამოსაუბრის ვინაობას, საბოლოოდ აღიარა, რომ კონსტანტინე კოტე ყიფიანია. თუმცა ამის გამო თარგამაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. მას არც თანამდებობა დაუტოვებია. შეკითხვაზე, რატომ არ არის კანონი ისეთივე მკაცრი მასთან, როგორც დემეტრაძესთან იყო, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ასე პასუხობს. იმიტომ რომ ჯერ ისეთი ლაპარაკი იმის არ ვიცი რა გამოაქვეყნეს, აქ არ ვიყავი და არც მაინტერესებს. და აქ იყო კონკრეტულ დანაშაულზე ლაპარაკი და არა სატელეფონო საუბარი. მე მქონია საუბარი ძალიან ბევრ კონსტანტინესთან. მათ შორის შესაძლოა ყიფიანთან. მაგრამ ეს თავისთავად ამაში რა არის კრიმინალური არ მესმის. ეხა თუ ეგრე იმინო გვემტერებიან, მაშინ მეც ვემტერები. და ბუზიშვილი ვიყო, ჩავალ და მაქალაქს დავახურავ თავზე, თან ატვიჩაი ვარ ჩემს სიტყვებზე ლუბოი ადგილას რა. გამოდის, რომ ეს საუბარიც ექვივალენტურია თავისი
ხასიათით, კვალიფიკაციით, რაც შედგა გივით არგამაძესა და კოტე ყიფიანს შორის, იმ საუბრისა, რაც შედგა დემეტრაძესა და ვატო ყიფიანს შორის. შესაბამისად, თუ მათ შორის ტოლობის ნიშანს დავსვავთ, მართლმსაჯულებაც ადეკვატურად უნდა აფასებდეს ამ შემთხვევას და იმ შემთხვევას. შერჩევითი სამართლის კიდევ ერთ ფაქტზე გიორგი დემეტრაძე უკვე ფეხბურთის ფედერაციასთან დაკავშირებით საუბრობს. მიმაჩნია, რომ დომენტის სიჭინავა არ არის კომპეტენტური. ის არაფერს წარმოადგენს. ეს არის პიროვნება, რომელსაც ჩემს სასიკეთოდ შიშის გამო ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია. ამიტომ ისმის კითხვა, ვინ უფრო შესაწყალებელია, მე თუ დომენტის სიჭინავა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის დომენტის სიჭინავას მიმართ გიორგი დემეტრაძის პრეტენზიებზე თავისუფალი ჭიდაობის ერთ-ერთი ლეგენდა გურამ საღარაძე გვიყვება. სასამართლო პროცესზე წარსადგენი ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდის დახასიათების ასაღებად ფედერაციაში სწორედ გურამ საღარაძე მივიდა. მამისი მოვიდა და თქვა, რა აზრის იქნებიო გურამ სასამართლოზე გვინდა რომ მისი შუამდგომლობა შევიტანოთ რომ ფედერაციის მხრიდან რომ იყო ეს შესანიშნავი ფეხბურთელი და ასე შემდეგ იქ 2-3 წინადადება უნდათ. მაგრამ ვერ გაბედეს ტიტულიან ბლანკზე რომ მოეცათ შუამდგომლობა რომ მან ითამაშა ამ წლებში არ შეგვიძლია გურამ უბრალო ქაღალდზე დაგიწერთ მაგასო და რაღაცაო მაგრამ იცოდეო რომ ჩვენ ძალიან გვიყვარსო და გული შეგტყვიაო. მივედი პირადად შივაზესთან. შივაზემ დაუდახა არველაძეს. კი ბატონო დაგიკეთებსო და მე სიჭინავა მგვარი თქვა. არ ვიცი პროკურატურას შეაშინა ეთქობა თუ რაზნა და არ მომწეს არც დახასიათება და არც შუამდგომლობა. ვინ მოგმართა ოჯახმა როგორ? ოჯახის დიახ და ჩვენ უარი უმივეცით? ანუ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა რომ ოჯახს მოემართოს ფედერაციისთვის? არ. პირველ ტაიმში შესვლას გიკეთებ, პირველ კვირას გიკეთებ და ჩვენი მეტი აუტი იქნება, ესე იგი სადაც 15 აუტს შავაწყობთ. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ახალ წელს უპრეცედენტო ამინისტია გამოაცხადა. ფეხბურთის თამაშის უფლება დართო იმ 5 ფეხბურთელს, რომლებიც შარშან მაისში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა გარიგებული თამაშებში მონაწილეობის გამო დააკავა, ხოლო ფედერაციის აღმასკომმა სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა. ვინაიდან ფინანსურ მაქინაციებში ბრალდებული ქართველი ფეხბურთელები უპირველეს ყოვლისა ფეხბურთელები არიან და მათი უმთავრესი დანიშნულება ფეხბურთისთვის სამსახურია, ზვიად სიჭინავამ მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება, მიეცეს მათ მეორე შანსი და უფლება და უბრუნდნენ საფეხბურთო საქმიანობას. Димитрадзе на фланге навешивает. И гол. 18-წლიანი კარიერის მანძილზე გიორგი დემეტრაძემ 12 კლუბში ითამაშა, მათ შორის თბილისისა და კიევის დინამოში, როტერდამის ფეიენვორდსა და სან სებასტიანის რეალ სოსიედადში, ვლადიკავკაზის ალანიასა და მოსკოვის ლოკომოტივში. სხვადასხვა წლებში გახდა საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი. ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 56 მატჩში 12 გოლი გაიტანა. ჩვენ გვაინტერესებდა რით ხელმძღვანელობდა ფეხბურთის ფედერაცია, როცა სამუდამო დისკვალიფიკაცია მისჯილი, იგივე დანაშაულში ეჭვმიტანილი ფეხბურთელები შეიწყალა და ამავე დროს უარი თქვა მათზე გაცილებით მაღალი კლასის სპორტსმენისთვის დახასიათება მიეცა. ფედერაციის პრეზიდენტმა ინტერვიუზე უარი გითხრა. დიდი მადლობა პირველ რიგში კახი კალაძეს და მიხეილ ყაველაშვილს. ასევე ჩემს ყველა გულშემატკივარს, დიდი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ხოლო დანარჩენ მშიშრებსა და უვარგის ადამიანებს, ვისაც შეეშინა თავისი პოზიციის დაფიქსირების, ვთვლი რომ არიან უღირსნი და იდგებიან იქ, სადაც უღირსებით განან. სადაც პატიოსანი და კარგი ხალხი დგას, იქ მათი ადგილი არ არის. ბაგრატ მესამე კურაპალატის ფრესკა ბედიის მონასტერში განადგურებულია. ინფორმაცია ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა გიორგი გაგოშიძემ გაავრცელა, თუმცა არ დაუზუსტებია კონკრეტულად როდის განადგურდა ფრესკა. მომხდარის გამო ოფიციალურმა თბილისმა განგაში იანგრის დასაწყისში ატეხა. თუმცა როგორც ირკვევა, ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ერთადერთი გამოსახულება, რომელიც ბედიის მონასტრის კედელზე იყო შემორჩენილი გაცილებით ადრე 2005 წელს გაქრა და ამის შესახებ ოფიციალური სტრუქტურებისთვისაც ცნობილი იყო. რუსული ბარბაროსობა აფხაზეთში და საქართველოს უძლურება დაიცვას ქართული კულტურული საგანძური.
ეს კადრები ბედიის მონასტერში 2005 წლის 1 მაისს არის გადაღებული. ექსკლუზიური მასალის ავტორი ტარიელ სოხაძეა. ჟურნალისტ თეა შარიასთან ერთად ოჩამჩირეში ბედიის მონასტერში შესვლა მან 2005 წელს აღდგომას შეძლო. დოკუმენტური ფილმისთვის კადრების გადაღების შემდეგ რეჟისორმა აღმოაჩინა, რომ მონასტრის სამხრეთ კედელზე შემორჩენილი ბაგრატ მესამე კურაპალატის ერთადერთი და უნიკალური ფრესკა ფაქტიურად აღარ არსებობდა. იყო საფლავის ქვები ამოყრილი, ამის ფოტომასალა და ვიზუალური მასალა გაგვაჩნია. ვინაიდან შევიწყეთ, რომ იმ მომენტში, სადღაც 2004 წელში ეძებდნენ ბაგრატ მესამის საფლავს და რაღაც საგანძურს. და რაც ვერ აღმოაჩინეს, ჩვეულებრივად გასწორებული იყო, მაგრამ იქ ჩატარებული სამუშაოების კვალი და იქ რაღაცა ინსტრუმენტებით ეს აშკარად ეტყობოდა მაშინ. ჩვენ როცა უკვე 2005 წელს ვიყავით, ბაგრატ მესამის ფრესკა და დედოფალ მარეხის ფრესკა პრაქტიკულად აღარ არსებობდა ფიზიკურად. ბედიის სამონასტრო კომპლექსს რომ საფრთხე ემუქრებოდა, დოკუმენტურ ფილმ ბედიას პრემიერამდეც ითქვა და პრემიერის შემდეგაც. ბაგრატ მესამის ფრესკის განადგურების თემაზე 2005-2007 წლებში ბეჭდურ მედიაშიც დაიწერა. თუმცა ოფიციალურმა თბილისმა განგაში 6 წლის დაგვიანებით 2012 წლის იანვარში მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს რუსეთის ეროვნული კომიტეტის დასკვნის შემდეგ ატეხა. შარშან ნოემბრის დასაწყისში ბედიის მონასტერში იკომის ექსპერტთა ვიზიტის შემდეგ უკვე ოფიციალურ დოკუმენტში ჩაიწერა, რომ ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ერთადერთი გამოსახულება ჩამოიშალა. სამხრეთ კედლის გამაგრებისასო რომელიც დაზიანებული იყო ვითომც აი ამ ესეთ ომის დროსო ჩამოიშალა ქტიტორის ფრესკა ეკლესიის მაშენებელი ქტიტორის ფრესკა იმ ქტიტორისა რომელსაც ხელში უპყრია ეკლესიის მაკეტიო. ჩვენ კარგად ვიცით რომ სამხრეთ კედელზე ესეთი ეკლესიის მაკეტიანი ქტიტორი ეს არის ბაგრატ მესამე. იკომის დასკვნის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში დღეს ვარაუდობენ, რომ ბედიის ტაძრის აღმშენებლის გამოსახულება 2007-2009 წლებში აფხაზი და რუსი არქიტექტორების მიერ არასწორად წარმოებულმა სარესტავრაციო სამუშაოებმა საბოლოოდ გაანადგურა. თუმცა ფრესკის არსებობა საფრთხე გაცილებით ადრე დაემუქრა. იკომის ანგარიშში წერია, რომ ბედიის სამხრეთ ფასადს სერიოზული ბზარები გაუჩნდა ჯერ კიდევ 1992-93 წლებში. ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირების დროს, როცა რამდენიმე ჭურვი მონასტერში შევარდა და ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ სვეტი, ასევე კედლის მოხატულობა დააზიანა. ფრესკის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ქართულ მხარესაც ჰქონდა. ყუმბა რომ მოხვდა გარედან, მოხვდა სწორედ იმ კედელს, რომელზეც ბაგრატის ფრესკა იყო გამოსახული, ბაგრატი იყო გამოსახული და ეს დაზიანების კედელი შეზნექილი იყო. ასე რომ უკვე იმ დროს ამ ფრესკის ჩამოშლის საფრთხე ისედაც იდგა. ამ დაზიანების გამო სასწრაფოდ უნდა მომხდარიყო, მაშინვე უნდა მომხდარიყო მისი რესტავრაცია. შუა საუკუნეების ისტორიის აფხაზმა სპეციალისტმა როინ აგრბამ აფხაზეთის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მდგომარეობის შესახებ კვირის რეპორტაჟს სოხუმიდან ექსკლუზიური კომენტარი მისცა. Так как после реставрации, если не ошибаюсь, 2007 გავიგე რომ 2007 წლის რესტავრაციის შემდეგ ბაგრატ მესამის ფრესკის ნაწილი ჩამოიშალა. რესტავრატორს, რომელიც ბედიაში მუშაობდა, როგორც ვიცი, თბილისის სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული, პროფესიონალი კადრია, რომელსაც საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლია. არ ვიცი რატომ ჩამოიშალა ფრესკა. წავიკითხე მისი კომენტარები და თავს დათგუნულად გრძნობს, რომ ასეთი რამ მოხდა. Оскорбительно, что вот произошел обвал. იყო შელახული, მაგრამ სახეც განირჩეოდა და ბაგრატი გამოსახული იყო წელზემოთ ტაძრის მოდელით ხელში. ისტორიკოსი ბეჟან ხორავა ქართულ-აფხაზური სტუდენტური იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელიც 1997-98 წლებში სამონასტრო კომპლექსის გაწმენდით და სარესტავრაციო სამუშაოებს ახორციელებდა. ამ პერიოდში ბედიაში ბაგრატ მესამის ფრესკა ჯერ კიდევ კარგად იყო შემონახული. 1999 წლის შემდეგ ქართულ სპეციალისტებს ბედიის და აფხაზეთში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლების არათუ რესტავრაცია კონსერვაციის მონიტორინგის საშუალებაც აღარ მიეცათ. ინფორმაციას დარღვევებით მიმდინარე სამუშაოების შესახებ ქართველი სპეციალისტები იქ დარჩენილი ქართველების ან აფხაზი კოლეგების დახმარებით იღებდნენ. ფოტოები 2006-2007 წლების ბედიის ტაძრისაც, მოქვის ტაძრისაც,
ილორის ტაძარის უკვე მაშინაც შეთეთრებული იყო და ის გუმბათიც იყო აღმართული, რომელზეც ბოლო დროებში დაიწყო ასეთი აქტიურად ხმაური იმის თაობაზე, რომ რუსებმა გადააკეთეს ეს ეკლესია. საქმე იმაში გახლავთ, რომ შეთეთრებული იყო ტაძარი, მაგრამ უფრო მეტი სამუშაოების შესრულება ის წითელი ზოლებით რო დაამშვენეს, ასე ვთქვათ, რუსებმა ეს ტაძარი და ჩვეულებრივ რუსულ სამრეკლო ეკლესიას დაამსგავსეს, ეს გვიანდელი მოვლენაა 2008 წლის ომის შემდგომი მოვლენაა. თეთრად გადაღებილი რუსულ გუმბათიანი ილორის ტაძარი შოკის მომგვრელი როინ აგრბასთვისაც აღმოჩნდა. შუა საუკუნეების ისტორიის სპეციალისტი ამბობს, რომ 2 წლის წინ ანალოგიური რამ ანაკოფიის ციხესთან დაკავშირებითაც მოხდა. აფხაზეთში გარკვეულ ძალებს სურთ ამ ეგრეთ წოდებული რესტავრაციით კულტურულ მემკვიდრეობას ტურისტული ხიბლი შესძინონ. ხოლო სოხუმის პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ კულტურული მემკვიდრეობის 58 ძეგლის აფხაზური ეკლესიისთვის გადაცემის შესახებ არასწორი რესტავრაციის პროცესის შეჩერებისთვის აფხაზ მეცნიერებს დამატებითი ბარიერი შეუქმნა. სპეციალისტები, რომლებმაც თბილისური სკოლა გაიარეს, უნდა მონაწილეობდნენ ამ ძეგლების რესტავრაციის პროცესში. ჩვენს რესტავრატორებს, ისტორიკოსებს ყავთ მეგობრები, რომლებთანაც აქვთ ურთიერთობა და მომავალში ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება ერთობლივი მუშაობა, რომ არ დავკარგოთ ჩვენი ერთობლივი სიმდიდრე. მხედველობაში მაქვს ქრისტიანული კულტურის სიმდიდრეები. როდესაც გალში გავიარე და ვნახე, რაც გაკეთდა, შოკში ვიყავი. ასეთი რამ არ უნდა დაუშვათ. ეს ბარბაროსობაა, ეს საკუთარი კულტურის განადგურებაა. ბედიის ვლაქერნის წმინდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი აფხაზეთში გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბრძანებით აიგო. ისტორიული ცნობების თანახმად მე-10 საუკუნის მიწურულს დაახლოებით 999 წელს. ბაგრატ მესამე კურაპალაც მოუხატვინებია ტაძარი, შეუწირავს ხატები და ჯვრები. ბედიის ბარძიმის შემწირველი კი მეფესთან ერთად დედამისი დედოფალი გურანდუხტიც ყოფილა. აფხაზეთის ტერიტორიაზე ბედიის ტაძრის გარდა 1000-მდე ისტორიული ძეგლია. რა მდგომარეობაშია და რა ბედი ელის მათ ამ ეტაპზე უცნობია. პარალიზებული ვართ ამ მიმართულებით, არავითარი, ასე ვთქვათ, ურთიერთობა ერთმანეთში მეცნიერებს არ აქვთ. ნებისმიერი მეცნიერი იქიდან იყო მცდელობა თითოეულა მეცნიერისა, რომ გამოსულიყვნენ ჩვენთან რაღაც ერთობლივი რაღაცები გავკეთებინა, მაგრამ ვერ ბედავენ ამას. ვერ ბედავენ ამას, იმიტომ რომ ნებისმიერი კონტაქტი განიხილება როგორც ეროვნული ღალატი. საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში უკვე იუნესკოც უძლურია. საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს ტერიტორიის გავლის გარეშე სპეციალისტთა ჯგუფის აფხაზეთში მოხვედრას კრძალავს. სოხუმი კი საქართველოს გავლით მათი ჩასვლის წინააღმდეგია. თბილისი თანახმა იუნესკოსთვის გამონაკლისი დაუშვას. სქემა თითქოს აფხაზებისთვისაც მისაღებია. თუმცა ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეღწევის სურვილი ამ დრომდე მიუღწეველი რჩება. გადაცემა ამით დასრულდა, ჩვენ ზუსტად 1 კვირით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.